ნინო სალუქაძე ვარ. მშვიდობიანი შეკრების დარბევა დანიაში და ევრობიუროკრატების დუმილი კვლავ შეფასებების თემა თბილისში. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ დანიის ხელისუფლება და ევროპელი ბიუროკრატები ამ დრომდე ვერ ბედავენ ძალადობის დაგმობას, მათი დუმილი კი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ღირებულებით კრიზისზე, რაც დღეს ევროპულ სტრუქტურებში არსებობს. ევროპული ბიუროკრატიის მსგავსად დანიაში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დუმს ოპოზიციაც. ნაციონალური მოძრაობა ევროპაში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას ვერ გმობს. სახელმწიფო გუნდში მიაჩნიათ, რომ უცხო ქვეყნებიდან მართულ ოპოზიციას საკუთარი პატრონები ძალადობის დაგმობის ნებას არ ეძლებენ. დანიას რო ვედრებით, მართლა სასაცილო არის, ტრაგიკომიკური სიტუაციაა. მართლაც მშვიდობიანი აქციის წევრებს თავპის დაუმტრევს პოლიცია და ამაზე დუმს ყველა ევროპის სახელმწიფო თავად ევრობიუროკრატია და აქ როდესაც თავპის პირიქით პოლიციელებს უმტვრევდნენ და წვავდნენ პოლიციელებს ძალადობრივი აქციის მონაწილეები და მხოლოდ ამის მერე პროპორციულად ერეოდა პოლიცია, აქ თურმე ანტიდემოკრატიული პროცესი ყოფილა. ამას ხო ყველა ხედავს. დანიის საზოგადოება, საქართველოს საზოგადოება, ევროპის საზოგადოება, ამას ყველა კარგად ხედავს. ამიტომაც არის, რომ ძალიან მინიმალური აქვს უკვე მხარდაჭერა მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობას, აღარაფერს ვსაუბრობ ევროკავშირის ელჩზე საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას, ატყუებ პირდაპირ გაგებით. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც სიტყვის თქმის უფლებაც კი არ აქვთ. არ აქვთ უფლება, რომ საკუთარი დამოუკიდებელი აზრი ჰქონდეთ. სულ ახლო წარსულში მაგალითად გვახსოვს, რომ უცხოეთიდან მიღებული პირდაპირი ტექსტი მათ ქართულად თარგმნილი წაიკითხეს ისე, რომ სიტყვა არ შეუძლიათ, მძიმე და წერტილი სასვენისუნებიც არ გამოუცვლიათ. და ეხლა აკეთებენ განცხადებებს, რომ თურმე როგორ შეიძლება, რომ დამოუკიდებელმა ერმა ხმა აიმაღლოს და ამერის წარმომადგენელმა აღმასრულებელი ხელისუფლების სახით აიმაღლოს და ელემენტარულად პასუხი მოითხოვოს, თუ რატომ არის დამოუკიდებლობა, რომ ერთ შემთხვევაში ადამიანის უფლებების ფერხში გათელვა თურმე პრობლემას არ წარმოადგენს დანიაში, ხოლო ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი აქციის მონაწილეების მხრიდან, რომლებიც საათების განმავლობაში ცდილობენ, რომ ადამიანები ცოცხლად დაეცვათ, გაენადგურებინათ კერძო საკუთრება, სახელმწიფო საკუთრება, ჩამოეშალათ ეს ქვეყანა და ამაზე საპასუხო საპოლიციო და ამერიკულზე და ევროპულზე უფრო მაღალი სტანდარტებით შესაბამის საპოლიციო ღონისძიებები გამოეყენებათ, ეს არის დემოკრატიული უკუსლა. ამ ორ მაგ სტანდარტებზე კი არა, უკვე უსტანდარტობაზე პასუხის მოთხოვნა თურმე ეს ყოფილა არაევროპული. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს კონკრეტული კითხვა ევრობიუროკრატების მისამართით. რა არის აქ გასაკვირი? აბა მარტო დირექტივებს უნდა დავემორჩილოთ და თუ კითხვა გაგუჩნდება, არ უნდა ვკითხოთ? აი, ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ მათ და ასე გამამცირებლად უყურებენ ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენ ერს, ეს ბადებს შემდეგ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში. აი, ახლა 26 მაისის აქციაზე რო ჩავთვალეს, რატო ატარებთ ამ აქციასო, ერთ-ერთი პირველი რაც გამოკვეთეს, ჩვენ უცხოელებს უნდა დავანახოთ, რომ რაღაცა ძალა კიდევ გაგვაჩნიო. უცხოელებს კი არ უნდა დაანახოს, შენ ქართულ ხალხს უნდა დაანახოს, შენი სიმართლე რომ იმამ ხარი დაგიჭიროს. აი, ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება. იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ ხელისუფლების წყარო ამ ქვეყანაში არის ქართველი ხალხი, არა ევრობიუროკრატია, არა გარე ფაქტორები, არა ვინმეს რეიტინგები, არამედ ქართველი ხალხი. კოპენჰაგენში სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ფილოსოფოსი ზაზა შათერიშვილი წერილს აქვეყნებს. როგორც შათერიშვილი წერს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად საუბრობს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ევროკავშირშია. ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია, რადგან ევროპა, რომელიც წლების განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებების მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს საპირისპირო მიმართულებით მიდის. რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში განვითარებულ არაჰუმანური მოვლენების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ზოგადად დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებებთან არის წინააღმდეგობაში. შათერიშვილი მიიჩნევს, რომ Deep State-ის რებრენდინგის პროცესი ლოგიკური დასასრული უახლოვდება, ამიტომ არის, რომ დანიის თუ სხვა ევროპელი ქვეყნების დედაქალაქში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ დუმილი ისმის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას სრული სიმართლე დაანახოს. ნამდვილად რაღაც დალპა დანიის სამეფოში, როგორც ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებისას, მეტიც რაღაც დალპა არა მხოლოდ დანიის სამეფოში, არამედ მთლიანად ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შესაძლოა ბევრს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას, ამ სურათის სრულად დაანახვა ან ხალხისთვის ჩვენება არ სურს, მაგრამ ძლიერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით მიმდინარე პროცესების უსიამოვნო სუნი უკვე ყველგან მძაფრად იგრძნობა. დავიწყოთ იმით, რომ რა თქმა უნდა მისასალმებელია ნებისმიერი მცდელობა,
როდესაც ხელისუფლება საკუთარ საზოგადოებას გულწრფელად ესაუბრება იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს ევროკავშირში ხდება, მათ შორის იმ მორალურ პრობლემებსა და დილემებზე თუ კრიზისებზე, რაც თავს ვეღარ მალავს. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედა და ღიად დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ადამიანებისთვის, ძაღლების მისევაზე, ასევე იმ ღირებულებით უფსკულზე, რომლის შესახებაც დღეს თავად ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ. საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია, რადგან ევროპა, რომელიც წლების განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს საპირისპირო მიმართულებითაა შეცვლილი და ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ნახევრად სიმართლე, სრული სიმართლე ვერ იქნება. როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე, რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები? რატომ არის მის მკაფიო შეფასებები იმ მოვლენებზე, რომლებიც კოპენჰაგენში განვითარდა? რატომ არ კეთდება განცხადებები მაშინ, როდესაც საუბარია დემოკრატიულ სტანდარტებზე, ადამიანის უფლებებსა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებაზე? თუ საქართველოს ხელისუფლების მიზანი მართლაც საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირებაა და არა მხოლოდ პოლიტიკური აქცენტების შერჩევითი გამოყენება, მაშინ დასავლური პოლიტიკური სივრცის საერთო პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ იმ ძალებზეც, რომლებიც წლების განმავლობაში თავს დემოკრატიული სამყაროს მთავარ დამცველებად წარმოაჩენდნენ. საჭიროა გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ დღეს კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა აღარ არის, ეს უფრო ფართო პოლიტიკური და ღირებულებითი პროცესია, რომელთან დაკავშირებით დუმილიც ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც ხმამაღალი განცხადებები. ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის მიერ ვითომ და დიპ სტეითის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის სრული ფარსი აღმოჩნდა. მეტიც უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დონალდ ტრამპიც დიპ სტეითის მიერ იმართება, ეს მხოლოდ მოსაზრება კი არა, უკვე დადასტურებული ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ აიხსნება ის, რომ დონალდ ტრამპს არც ერთი ოლიგარქიული ოჯახი და მათი კომპანია არ უმხილებია. არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც დიპ სტეითის გეგმებსა და პოლიტიკასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. ბოლომდე არ მეუყვანია ფსევდოლიბერალური დღის წესრიგისა და LGBTQ+ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. არა თუ ის სამხედრო კონფლიქტები არ დაუსრულებია, რომელთა დასრულების პირობასაც დებდა, არამედ გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად თავად იქცა ომის გამჩაღებლად. რა თქმა უნდა, ამ რიტორიკული კითხვების დასმა მრავლად შეიძლება, მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება, მისი მოჩვენებითი აქტიურობა კი მხოლოდ და მხოლოდ დიდი თამაშის პატარა ნაწილია. ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატები შუაგულ ევროპაში განვითარებული იმ სამარცხვინო და არახუმანური მოვლენების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ზოგადად დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებებთან არის წინააღმდეგობაში. ფაქტია ისიც, რომ დიპ სტეითის რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან. ევროპა დაუძლურებულია და საფუძველ შერყეული, მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს. აშკარაა, რომ დიპ სტეითს საკუთარი გეგმა სისრულეში მოჰყავს, ჯოხი ევროპაზე გადატყდა და ოლიგარქიული ოჯახების კვალისკენ მიმავალი ჯაჭვი კი სწორედ იქ გაწყდა, სადაც მათ სურდათ. ამიტომაცაა, რომ დანიის თუ სხვა ევროპული ქვეყნის დედაქალაქში მომხდარ გაუგონარ ფაქტებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ გამაყრუებელი დუმილი ისმის, დუმილი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც დონალდ ტრამპის ხმამაღალი განცხადებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, რომ საზოგადოებას არა ნახევრად, არამედ სრული სიმართლე დაანახოს, სიმართლე, რომელიც იმაზე გაცილებით მწარე და მძიმეა, ვიდრე ევროპის კონტინენტიდან მომდინარე ლპობის მძაფრისუნი. გერმანიის ელჩის მორიგ არადიპლომატიურ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება. პეტერ ფიშერი წერს, რომ საქართველოს საკუთარი თავი უკრაინისგან და მოლდოვასგან მოწყვიტა ევროკავშირისგან მიმავალი საერთო გზიდან. აღნიშნულ განცხადებაში ალო პაპუაშვილი კონკრეტული არგუმენტებით უპირისპირდება და წერს, რომ საქართველო არ არის არაპირებს საკუთარი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უკრაინის და მოლდოვის მიერ არჩეულ გზას დაადგეს. ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არაპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასეთ სივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის, როგორც ეს გერმანიის კანცლერმა გვამცნო, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე, როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა. აქეთკენ გვეკაჩებიან და ამას გვეუბნებიან. განვიხილოთ ტერიტორიები როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე. სწორედ ეს არის 21 საუკუნის დანაილთა ცხვენი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული და საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი 3 დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინა. სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე 2 საჯარო მოხელე დააკავეს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგო სივრცის მოწყობაში მფარველობას დააპირდნენ. მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დანაშაულს. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია 3 პერი აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი. გამოძიებით დაადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 2 სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ყიდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. რაც შეეხება მესამე ფაქტს, დაკავებულია ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა. გამოვავლინეთ 3 დანაშაულებრივი ფაქტი. პირველი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია 2 პირი. კერძოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა წინასწარი შეთანხმებით მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგო სივრცის მოწყობაში. მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულს. კერძოდ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დავაკავეთ 3 ადამიანი. აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 2 სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან სისტემატურად შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. დავაკავეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი. ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ის ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას. Ширпитита да кому чунду ставчит язепанду. Золимакс хотели герону. Чер кому чи нахожу, короче. А. ოპოზიციის აქტივისტებში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულმა ნანა სანდერმა ნანუკა ჟორჟოლიანი მის მიზანმიმართულ გაშავებაში დაადანაშაულა. შესაბამისი კითხვით სანდერმა სასამართლო პროცესზე მოწმეს მიმართა. დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ ნაციონალურ მოძრაობაში. სახელმწიფო გუნდში კი აღნიშნავენ, რომ მართული ოპოზიცია და მათი აქტივისტები დავალებებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის გარედან იღებენ, თუმცა შიდა დაპირისპირებების მიზეზი მათი პირადი ამბიციებია. მთლიანობაში ეს გაშავების მცდელობა იყო აშკარა. შენი აზრით, რა მოტივაციით დაიწყო ჩემი გაშავება ნანუკა ჟორჟოლიანმა, ასევე ელისო კილაძემ და პარტიულმა მიკერძოებულმა ხალხმა? უკავშირდებოდა თუ არა ჩემს დაპირისპირებას პირველ რიგში ზოდელავასთან? შესაძლოა მორალურ შეფასებას არ მივცემ, უბრალოდ თავად მოტივი ცხადი იყო, რომ იყო სურვილი გაშავების, იმიტომ რომ აბსოლუტურად ფაქტობრივი ცოდნის გარეშე დაიწყეს. შავი პიარი და თავად მოტივი კონკრეტულად არ ვიცი, შემიძლია დავუშვა, რომ ასე იყო. არ ვერ გეტყვით, არ ხო და არ ვიცი, ვერ გეტყვით. ირა ღია წერილთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, არც არ ვიცი ახლა. ვიცით რომ მათ ერთმანეთი ყველაზე რგულად რომ თქვათ რომ არ უყვართ, სხვადასხვა პირებს ერთმანეთი ნალანს გიყავთ უშვერი სიტყვებით მათ შორის, მაგრამ როგორც კი მიიღებენ ხოლმე დავალებებს გარედან, შემდეგ ცდილობენ რომ გაერთიანდნენ და ეს ერთიანობა ბჭყალებში როგორმე შეასახონ ქართულ საზოგადოებას. ერთმანეთს შორის ბრალდებები შესაძლებელია რომ გაარჩიონ ან თავიანთ პირად სივრცეში, ან თუ კარამე კანონმდებლობას დაინახავენ, მიმართონ დამოუკიდებელ სასამართლოს და დამოუკიდებელი სასამართლო მიუხედავად მათი მხრიდან არაერთი ლანძღვისა, არაერთი მიზანმიმართული შეტევისა, სრულად დაიცავს მათ
უფლებებს და შესაბამისად ვინც არის მართალი, ვინც არის თხოვანი გამოარჩევს და მიიღოს გადაწყვეტილებას. ისინი რა თქმა უნდა იმის გამო რომ რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ და დავალებებს იქიდან იღებენ რომ ჩვენ დაგვიპირისპირდნენ, გასაგებია და გვიპირისპირდებიან და მეტი არაფერი, იმიტომ რომ დავალება აქვს ასეთი. მაგრამ ეს შიდა ბრძოლა უკვე თავისი პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ბრძოლაა. აქ უფრო დაუნდობლები არიან ვიდრე ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ იმ მოედანზე ჩვენ არ ვთამაშობთ და დავალება აქვს და გვიპირისპირდებიან და იქ უკვე პირადი ამბებია, იქ უკვე პირადი ამბიციებია და იქ ბრძოლა გაცილებით დაუნდობელია. ლევან ხაბაიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი მურთა ზოდელავა სასამართლომ დამნაშავეცნო. სასამართლომ ლევან ხაბაიშვილს საჯარო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაუკვალიფიცირა და 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ხაბაიშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირდა 318 მუხლის პირველი ნაწილიც, რაც საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს დაწესებულების ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. რაც შეეხება მურთა ზოდელავას, მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ზოდელავას გამოძიება საქმის ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას ედავება. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ ესწრებოდნენ. როგორც ჩანს სასამართლომ უარი თქვა ამ სამართლებრივი აბსურდში მონაწილეობაზე და მიიღეს ასე თქვა თავიანთი გადმოსახედიდან რაციონალური 318 მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს საბოტაჟს. სამოხელეო დანაშაული რომ აქ არ იყო, ეს არის 2x2 4. რაც შეეხება მეორე კვალიფიკაციას, აქ საუბარი იყო ხელისუფლების დამხობის მოწოდებაზე. როგორც ჩანს სასამართლომ არ გაიზიარა ლევანის განმარტებები ყველა გამოსვლაში, რომ იგი საუბრობდა მშვიდობიან და კონსტიტუციურ დამხობაზე. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ქრთამის დაპირება და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მასობრივი მედია საშუალებებით შესაძლოა განხორციელდეს ქრთამის დაპირება და ეს უფრო მეტად საფრთხის შემცველია ხშირ შემთხვევაში ვიდრე რამოდენიმე პიროვნება შორის კონსპირაციული შეთანხმება ქრთამეობასთან დაკავშირებით და გარდა ამისა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ვდებდით ბრალად და ასეც იყო, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა ყველა შემთხვევაში თავის თავში მოიაზრებს მხოლოდ არაკონსტიტუციურ პროცესებს, არაკანონიერ ქმედებებს და მასზე რაიმე ზედსართავი სახელის თუნდაც მშვიდობიანის წამზღარება წინ არ ცვლის მის არაკონსტიტუციურ შინაარსს. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის სამზადისი დაიწყო თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მონაწილეობით პირველი რეპეტიცია ჩატარდა. სამხედროების მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი დატუნაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსამზადებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაის სამხედრო ფიცაზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ფიცის დადების ცერემონია, რომელიც წელსაც ტრადიციულად ჩატარდება როგორც აქ საქართველოს დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, ასევე 12 სხვადასხვა ისტორიულად სიმბოლურ ადგილზე. აღნიშნული ღონისძიების ნახვა საქართველოს მოსახლეობას შეეძლება აქ ადგილიდან და ასევე პირდაპირ ეთერის საშუალებით. წელსაც თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოხდება სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ტექნიკის გამოფენა, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღოს აქტიური მონაწილეობა, გაეცნოს ტექნიკის დანიშნულებას და მის როლს საბრძოლო მოქმედებებში. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. ფიცის დადების გარდა მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სპორტული, კულტურული და საბავშვო ღონისძიებები. საღამო კონცერტით დასრულდება. 17 საათსა და 10 წუთზე ტრადიციულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 მაისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. აღნიშნული ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიას გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. გაიმართება წვევამდელების მიერ ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. აღნიშნული იქნება ასევე 12 რეგიონში, რაც უპრეცედენტო მასშტაბია და მოხდება 12 ეკლესია მონასტერთან, უძველეს 12 ეკლესია მონასტერთან. მნიშვნელოვანი არის ასევე, რომ გაიმართება გალა კონცერტები დღის ბოლოს, ასევე გვექნება სპორტული, კულტურული პროგრამები ბავშვებისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და 17 საათსა და 10 წუთზე ტრადიციულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე ბანერები განთავსდა. შენობის ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორის და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ბანერები. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაციას საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომლებიც საინფორმაციო პორტალზე აქტიურად განახლდება. პლატფორმის მიზანია მომხმარებლების ბაზარზე არსებული შეთავაზებების შესახებ ინფორმირებულობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით კონკურენციის სააგენტომ დაინიშნა ახალი პროექტი, აღნიშნული გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, რომელზეც უნდა განთავსდეს საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, ქსელებს ექნებათ ვალდებულება წარმოადგინონ ეს ყოველკვირეულად, შესაბამისად მომხმარებელი იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული თუ რომელი ქსელს თავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე, საუკეთესო შეთავაზებას ან ფასს, აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს კონკურენციის ძლიერებას თავად ქსელებს შორის. საქართველოს კონკურენციისა და მოყარების დაცვის სააგენტო ქმნის ახალ საინფორმაციო პორტალს, სადაც მოხდება საქართველოში მოქმედი მსხვილი ქსელების მიერ ორგანიზებული საუკეთესო შეთავაზებების განთავსება ერთიან სივრცეში. საუკეთესო შეთავაზებები შეეხება საბაზისო სასურსათო პროდუქციას, რომლის შესახებაც ინფორმაციას მიაწვდიან აღნიშნული ქსელები, აღნიშნულ პორტალს და ეს იქნება მუდმივ რეჟიმში განახლებადი საინფორმაციო პორტალი. მოგეხსენებათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და საქართველოს პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა იქნა მომზადებული, რომელმაც სრულფასოვნად შეაფასა რიტეილ სექტორი, იდენტიფიცირება მოახდინა რიგი საკითხების და დაისახა როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი და საშუალო მოკლევადიანი აქტივობები იმისთვის, რომ სექტორი გაჯანსაღდეს და სექტორში იყოს უფრო მეტი კონკურენცია. დამოუკიდებელი არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია International Crisis Group-ის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ომის დაწყებისთანავე ამერიკამ და ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს ჩართვას სცადეს, თუმცა დღეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ევროპელებიც კი აღიარებენ, რომ საქართველოს იზოლაციამ და მასზე ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო. სტატიაში ასევე საუბარია, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან გაწყდა, ისევე როგორც მისი კავშირები ამერიკასთან და მან ახლო პარტნიორები მოიძია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. სტატიას ეხმაურებიან თბილისში ნაციონალურ მოძრაობაში, ამბობენ, რომ ქვეყნის ომში ჩართვას არავინ ცდილობდა, მართლ გუნდში კი იხსენებენ, რომ საქართველოს მიმართ ზეწოლა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო ევრობიუროკრატების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის შანტაჟი კი არაერთხელ დადასტურდა, ახლა კი ამაზე დამოუკიდებელი ორგანიზაციაც საუბრობს. განსაკუთრებით იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს, ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დაუყოვნებლივ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კერძო არხებით მიმართა საქართველოს, რომ უკრაინისთვის რაიმე ფორმით დახმარება გაეწია. მაგალითად, საკუთარი არსენალიდან იარაღის მიწოდებით კიევისთვის, რომელსაც შემდეგ ვაშინგტონი ჩაანაცვლებდა, ან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებით. ბრიუსელმაც არაერთხელ მოუწოდა ქართულ ოცნებას. საკუთარი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანა, თუმცა საქართველოს უკრაინის დახმარების ეს მოწოდებები ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის ექსპლუატაციის მცდელობა აღიქვა, რასაც პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის. შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეგონა, რომ მისი მოთხოვნა
მოთხოვნები პროვოკაციული იყო, რადგან ისინი მსგავს მოწოდებებს უგზავნიდნენ პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ორივე მხარის ოფიციალური პირები ახლა ამბობენ, რომ ვაშინგტონმა არ გაითვალისწინა საქართველოს უნიკალური მგრძნობელობა. საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში. 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებიც ფაქტობრივად ქართველ ამომრჩევლებს ურჩევდა. ქართული ოცნება აღარ აერჩიათ. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ასევე დაიწყეს საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან uvizო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე. საბოლოოდ ქართულმა ოცნებამ არჩევნები 16 ქულიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ფრონტის გახსნა ვისაც ჯერა ძალიან რთულად არის საქმე ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, დასავლურ სამყაროში არავის არ ექნებოდა ეს განზრახვა. ევრობიუროკრატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის შანტაჟის მიმართულებით არაერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ახლა დამოუკიდებელი ორგანიზაციის შეფასებები და ანალიტიკა ზუსტად თანხმედრაში არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა, თითოეული განცხადება, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, არის აბსოლუტური სიმართლე და აბსოლუტური ჭეშმარიტება. მას შემდეგ რაც დაიწყო საომარი ვითარება უკრაინაში, ჩვენ მეგობარ ქვეყანაში, მეგობარ ხალხთან, ჩვენი ქვეყანა გახდა სამიზნე მიზანმიმართული თავდასხმისა, მათ შორის უკრაინის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები დასტურდება, რომ არის სწორი ზუსტად კიდევ ერთი მიუკერძოებელი ორგანიზაციის შესაბამისი ანალიზი. სრულ ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ამას ჰქონდა თავისი კონკრეტული გეგმები, რომელიც სულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელი და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და სტაბილური განვითარება, ასევე მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში და რაც უფრო მალე მოხდება ამ ყველაფრის აღიარება სხვადასხვა აქტორების მხრიდან საერთაშორისო ველზე, მით უკეთესი იქნება ეს, რა თქმა უნდა, მათთვის. პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართალ დაცვით და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილეს როგორც ორ მხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ საკუთხით ხაზი გაისვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ესწრებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს ან მონტავონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით. ან მონტავონმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგინა ჯუანა ბარტონი, რომელიც უახლოეს მომავალში მას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ პოზიციაზე შეცვლის. მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღენიშნება. ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ წირვა საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღევლინა. ქადაგების დასრულების შემდეგ კი შეკრებილი მრევლი დაალოცა. წმინდა სახარების მიხედვით მკვდრეთით აღდგომიდან მე-40 დღეს იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად გამოეცხადა და ელეონის იგივე ზეთისხილის მთაზე ამაღლდა. ჩვენ აღნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე ბოლოჯერ უკანასკნელად ესაუბრება თავიანთ თავის მოციქულებს, ეცხადება უკანასკნელად და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს მათ და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას. თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს.
და აი თუ ზოგიერთი ჩვენგანი აი ამ მის მყოფობას ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მიზეზი არის ჩვენში. ან ის საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე. ჩვენი მოქალაქობა უნდა იყოს ზეციერი. ზეცაშია ჩვენი მოქალაქობა, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარსაც იესო ქრისტეს. და რომ გვმართებს ფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას. ფიქრობდეთ და მივისწრაფოდეთ ზეციურისკენ, როგორც ამბობს პავლე მოციქული, სადაც მარჯვენით ღვთისა ბრძანდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება ეს არის დროებითი მგზავრობა. აი წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს ამას. და რომ ჩვენი ნამდვილი სამშობლო და მარადიული სამშობლო არის ზეცაში. ოკუპირებულ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა პაპას მეუღლე ვალია ვანიშვილი დააკრძალეს. ის 17 მაისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. დღეს გამონაკლისის სახით დაკრძალვაზე ოჯახის ორი ახლობლის შეშვება მოხერხდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამძიმრისთვის მათი შესვლა ქართული პოლიციის მიერ საგანგებო მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ოკუპაციის მიუხედავად სოლქმრის მშობლიური სახლი არასოდეს მიუტოვებია. ისეთი კარგი ხალი იყო. ქმარმა დავუბარა, რომ ჩვენ სახლიდან არცად არ წახვიდეს, მე რო დავიღუპები. მართლა არცად არ წასულა. ორი შვილი ყავს და არავისთან არ აბესოლა. სულ აქ ესე ოჯახში. დათა პაპას სიკვდილის შემდეგ მარტო ცხოვრობდა ქალბატონი ვალია და ავადმყოფობდა ბოლო ხანებში და სამწუხაროდ გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, აქეთ ვერ გადმოდიოდა, იქით ყავს შვილი და შვილიშვილები, ისინი აქცევდნენ ყურადღებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და უწყებებს შორის ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილთა მხარდაჭერის პროგრამებს. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მქონდა შესაძლებლობა გვემზრელა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, რაც დაკავშირებული არის იძულებით გადადგილულ პირებთან, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში. ასევე დღეს ჩვენ გვექნება პატივი ერთად დავესწროთ საქველმოქმედო ღონისძიებას, აფხაზეთობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც 2014 წელს დაარსა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ ზურაბ პატარაძესთან. წარმატებები უსურვე, მე დარწმუნებული ვარ მისი ღირსების შესაბამისად ჩვენ გვექნება მჭიდრო, აქტიური კომუნიკაცია, თანამშრომლობა ჩვენი დევნილი საზოგადოების კუთხით და ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი კეთილი საქმეების კეთებას. ახალი ამბებით 16 საათზე ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით ეთერს პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.